ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო სამედიცინო გადაცემაში. ეს კულაპი, რომელიც გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 8 საათზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვისაც ტელევიზიასთან ცდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ ამ გადაცემას და გამოიყენოთ ლაივ რეჟიმი My Video G-ზე PKTV-ის ლაივ გვერდზე, ხოლო შეგიძლიათ ასევე უყუროთ YouTube არხზე PKTV-ის საავტორო გვერდზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი გია სულაქველიძე, ექიმი ფსიქოთერაპევტი. ეს არის ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპი და შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ ჩვენ კლინიკაში ექიმთან მოხდეთ კონსულტაციაზე, აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია და დარეკვა იმ ტელეფონის ნომრებზე, რომლებიც მითითებული იქნება ეკრანზე ქვევით. ბატონი გია, მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ხართ სტუმრად, იმიტომ რომ თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, არის ძალიან საინტერესო და ძალიან, ესე ვიტყოდი, ბევრი ადამიანისთვის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვისაუბროთ კვებაზე თქვენი თვალთახედვით. ეს მართლაც ამ გადაცემაში ძალიან ისეთ საინტერესო კუთხეს ნიშნავს. ამ ყველაფერთან ერთად მინდა რომ ერთი რამ გთხოვოთ. ჩვენი მაყურებელი დღეს არ არის პროფესიონალი ექიმი, მით უმეტეს ფსიქოთერაპიაში ძალიან ბევრი საინტერესო და რთული ტერმინი გაქვთ, ამიტომ შევეცადოთ რომ მაქსიმალურად ისე აუხსნათ ჩვენ მაყურებელს, რომ მათ შესაძლოა საკუთარი პრობლემა დაინახონ და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია არის ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება საზოგადოებას, რომ გაჯანსაღდეს, იმიტომ რომ ჯანსაღი საზოგადოება ფიზიკური ჯანმრთელობიდან არ იწყება, ხო მართალია და მე მგონია, რომ თქვენ ისეთი საინტერესო და აქტუალური პროფესია გაქვთ, ბატონო გია, რომ სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს საკითხი იმაზე, რომ თქვენ იზრუნოთ ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობაზე. დღეს ძალიან ბევრ საუბრობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობა ფსიქოსომატიკიდან იწყება და თავისთავად ბევრად უფრო მეტ ფუნქციას ასრულებს, ვიდრე მანამდე გვეგონა და ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება გამოიყო ნუტრიციოლოგიაშიც და ფსიქოთერაპიაშიც, ფსიქონუტრიციოლოგია დაარქვეს მას და დღეს გვეუბნებიან ფსიქონუტრიციოლოგები, რომ განწყობის თეორია თურმე უდიდეს როლს თამაშობს იმაში, რომ ადამიანმა საკვები მიიღოს სწავლად, თერაპიად და არა საწამლავად. მოდი დავიწყოთ აქედან, ბატონო გია, რას ნიშნავს განწყობის თეორია და კვება და იკვეთება თუ არა ეს ორი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ერთმანეთთან? მე გამახსენდა ერთი საინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან, რომელიც დაგამახსოვრდებათ, ალბათ მაყურებელს დაამახსოვრდება. ადრე წინა ცხოვრებაში ვიყავი უროლოგიაში. ვიყავი ესე იგი ეს ნომერ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში და ქონდა მორიგეობები, ქონდა ხოლმე მიმღებში. ესე იგი სტაციონარშიც ვიყავი და მე მიმღებში ჩავდიოდით და მათენით ხოლმე ღამეს და ესე იგი ვინ ვიყავით? მე, იყო ქირურგი, იყო ტრავმატოლოგი, იყო თერაპევტი და ლაბორატორია რასაკვირველია და მე ახალი ვარ, ახლა არიფი ვარ, ჯერ ამ ბიჭებთან არ ვიცი და არიან ძალიან ისეთი ბიჭები, ეშმაკები, ხო და პირველი ახლა გაცნობა უნდა ჩემი, როგორ ვარ, რანაირად, მაშინ ვარ სუფთა უროლოგი. ეს კლასიკური ყველაფერი ესე და ზივართ ახლა ჩვენ უფლება არ ქონდა დაძინების, წამოწოლის უფლებაც არ ქონდა. მორიგეობთ ასე ვთქვათ. მორიგეობა გვაქვს და ერთადერთი რაც არის, თქვა ჭადრაკს თამაშობ ისა და ასეა. და რაღაცა წყალი მომიდა და ნახე იქ ბოთლია. დავლიე. გავიდა რაღაცა და სად არისო ეს ბოთლიო, ეს წყალი ვინდალიო, ეს ასე ხო. უთხარი მე, შენი ციო მაგაში რა ეს ხაო? ესო საწამლავიაო, ამას თავებით იმაშვებიან რაღაცა იქითაკე და აუ, სადიო გული აირიო და ხო და ეხლა მე ესე იგი 2 საათი ვიყავი მოლოდინის რეჟიმში რა დამემართებოდა. ის. ხო? ახლა ვერ წარმოიდგინეთ ასე თქვა. ცუდისთვის რასაკვირველი, იმიტომ არ ვიცი შედეგი რა იქნება, სად გამოაჩენს თავის თავს, ხო? ეს ალერგიით იქნება, იმით იქნება ისა და მე 2 საათი რო გავიდა უკვე და რო შემატყვეს სულად ჩვენ რომ გაგაშაყირეთ. ახლა წარმოიდგინე როგორია განწყობის კიდე მეორე შემთხვევა. აი ძალიან მარტივია რა განწყობა. ბატონო გია, ჩაგიკითხებით, დავინტერესდი. სხვა ჩვეულებრივი ბოთლი რო დაგილიეთ, ასე ვთქვათ, არამისტიფიცირებული ბოთლი, როგორ ფიქრობთ იქნებოდა განსხვავება? ფიზიკურ დონეზე ვამბობ, მესმის განწყობა შეიცვალა. იყო რამე ზემოქმედება, ანუ რამდენად აკონტროლა ტვინმა ფიზიკური მდგომარეობა?
ვერა. ხوار გიგზნიათ რამე. არა, არ მიგზნია, მაგრამ ეთქობა თქვენ ესეთი უკვე მქონდა ის რაღაც ესეთი შემთხვევა, ეს შინაგანი განწყობა, რომ თუმცა ვიღაცაში შეიძლება გამოეწვია ხომ ერთად შეგრძნებაც და მეტიც. კი ბატონო. ხო. ეგ ერთი ესეთი საინტერესო დამოკიდებულება. ეხლა თქვათ კვების ამბავია. ელემენტარულად და მივხვდებით, ახლა მოგვიტანეს საჭმელი. ხო, ხორცი, ხო, მწვადები, რაღაცეები, ამბავი. თქვათ ინდოეთში ვართ. დავუშვათ ისე რა, ჰიპოთეტურად. მოიტანეს გემრიელია ძალიან ყველაფერია ესა, მივირთვით ამბავი და უცბად გვეუბნებიან, რომ ეს იყო ქვეწარმავლის მწვადი. რა ემოცია გექნებათ? ხომ მიიღო ორგანიზმმა კარგი განწყობი და მე როგორ გექნებათ ემოცია ეს დავიტოვებია თქვენს განსაზღვრად. ანუ ის განწყობა წარმოდგენას კი არ მესიამონა მინდა გითხრათ. ანუ ეს განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა ჩვენ გავითამაშოთ ასეთი ამბავი, ეხლა როდესაც ტელევიზორთან გვიყურებენ უბრალოდ მაყურებელი და პასიურად იღებენ მონაწილეობას. მოდით გავითამაშოთ ასეთი ამბავი, რომ მე ვარ მოსული თქვენთან. თქვენ ახლა სპეციალისტი, ჯერ თვითონ რას ნიშნავს ნუტრიციოლოგია, აი გავსაზრდოთ ახლა. კი იციან ეს შემოსულება, რა არის ნუტრი, ეს არის ნუტრი, შიგნით თუ ნუტრია, თუ რა არის? ხო, ნუტრია კარგი შედარება. კი ბატონო, ეს დავარქვათ ესე რომ პირობითად მოსახლეობისთვის, ეს არის იმ საკვების შესახებ მეცნიერება, რასაც ვიღებთ, მაგრამ მარტო საკვებს არ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემომავალი საკვები შეიძლება გახდეს ის საკვები დანამატიც და წყალიც და კვებაც ასეთი ხო, რომელსაც ადამიანი რეგულარულად იღებს. მაგრამ ფსიქონუტრიციოლოგია კიდევ უფრო ჩაურმავდა ამას და გვეუბნება, რომ ერთ და იგივე საკვები სხვადასხვა ადამიანმა ითქვერათ ბრძანეთ სხვადასხვა განწყობის მიღების შემდგომ შეიძლება სხვადასხვანაირად მოინელოს და აღიქვას. ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ვნახოთ ბატონ გია. ექსპერიმენტი გაკეთებული იყო ცხოველებზე. ხო გახსოვთ, რომ ესე იგი ცხრები რო იყო, ერთ რომ გელი აჩვენეს, მეორე არა და იქ არ არის ფსიქოლოგია რა. ის არის სულთა ინსტინქტის დონეზე და რაღაც ანუ ეს ისეთი ღრმა რაღაცა, ეს არის შიშის მომენტი, განწყობა, ხო? არის დადებითი, ხო? ეუსტრესი და არის სტრესი. ხო? აი ამის გამიჯვნა, ახლა ჩვენ რა არის ფსიქოლოგია შევიდა ყველგან. ყველგან აბსოლუტურად ფსიქონეიროენდოკრინოლოგია იმაში ახლა ძალიან საინტერესოა კვებაში, მაგრამ პირველი მე რომ მკითხო, კვებითი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება დიეტა არ დაუნიშნო ადამიანს, დიეტა როგორც ასეთი, მაგრამ ისე შეუქმნა პირობები, ახლა რომელიც ამ საკვებს მიაღებინებს იმ რაოდენობით, რომელიც ჭირდება. ეხლა ჩვენ დარგში მაგალითად მე რასაც მუშაობ, ხო? პირველი რაც არის მაგალითად არის წონის კორექცია. მოვიდან ესე იგი ჭამწონიანი ადამიანი და რას უკეთებთ ახლა იმას? ოპერაცია არ უნდა, არაფერი არ უნდა და უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვეუბნები, რომ აი მისი კუჭი, ხო? ნელ-ნელა თანდათანობით პატარავდება მისი გამწყობით. ესე იგი ტვინი აძლევს იმპულსებს და ხდება იმის შემცირება. თან ვეუბნები, რომ შენ აი ამ დროს მიიღებ თქვათ რაღაც ტრემალს დავუშვათ. აი ეს ტრემალი არის, რომელიც მოქმედებს შენზე და კვების ცენტრს, ესე იგი დაამშვიდებს. ეს არის იმდენად საინტერესო ექსპერიმენტალური მომენტებია, რომ ეს ამოუწურავითება. მე მინდა რომ თქვენ გამივიღოთ ძალიან საინტერესო თემა თქვით, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ ბატონო გია ერთგვარი შთაგონებით პაციენტს დავალკალორაჟიანი საკვების მიღების შედეგად განუვითაროთ შეგრძნება, რომ ის არის ნაყნოვანი ამ შემთხვევაში, ხო? ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რეალურად ამას მედიცინა სხვადასხვა ექსპერიმენტით ცდილობს და სხვადასხვა მეთოდებით იყო ასეთი ტრაგიკული ფაქტები თანამედროვე მედიცინაში, რეალობაში, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი მოდელი იმისათვის უწოდაში კლება ქონოდა უცხოელი მოდელი, იყენებდა ბამბას და ეს მოდის ინდუსტრიაში გავრცელებული ფენომენი იყო, სანამ არ გაჩნდა ძალიან ბევრი ლეტალური და ცუდი შემთხვევა მძიმე, მანამდე ესეთი მოდასავი ვრცელდებოდა. სხვათა შორის ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შევესწარით ლეღვის ნახარშის ტრაგედიას, გახსოვთ, თორსა ხალხი ისმენდა, რომ ცუდი იყო, მაგრამ იმეორებდა და დაახლოებით იგივე ფენომენი მოყვა ამას და გოგონებს ჯეროდათ, რომ იღებდნენ საკვებს და რეალურად ეს იყო არასაკვები პროდუქტი, ტვინი სიმაწყლის შეგნებას ბადებდა,
მაგრამ კარგ ფსიქოთერაპევტს ბატონო გია თქვენ რასაც ძალიან ხა ეს მე ძალიან მომეწონა შეეწევს უნარი იმისა რომ ადამიანში თააგონოს რომ ჯანსაღი საკვები უბრალოდ მცირე ულუფის სახით მიწოდებული მისთვის საკმარისია ჩვენ თუ ამას მივახცევთ ბატონო გია რომ პაციენტს მცირე და ჯანსაღი ულუფით შთავაგონოთ და მისი კვების ცენტრი გავაჩეროთ და გადავაწყვეტინოთ რომ ეს საკვები ულუფ საკმარისია ჩათვალეთ რომ ჭარბიწონის პრობლემა ძალიან კარგად მოხდება. არა მარტო ჭარბიწონის, არამედ სწორი კვების თემასაც დავალაგებთ, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც კატეგორიულად არ უყვარს ჯანსაღი კვება. და სხვათა შორის ბევრი ჩვენი მაყურებლის ბავშვი იქნება დღეს ასეთი, იმიტომ რომ ბავშვებში ეს ძალიან გავრცელებულია. მე ცოტა უფრო ღრმად შევალ, როგორც კვლევარი და თქვათ მეცნიერი, რომელიც რაღაცას ყოველთვის ეძებს არაორდინარულს ორდინარულში. ესე იგი, საკვებს რო ვიღებ ჩვენ ხო იქ ხო გადის მთელი ტრაქტი. ხო? საკვების მიღება საყლაპავიდან სტოლ-ნაწლავამდე დამთავრებული, ყველა მონაკვეთში რაღაც თავის ფუნქცია აქვს, არა? იქიდან იღებს ვიტამინებს, იქიდან ცხიმებს, იქიდან ნახშირწყლებს რა ყველაფერს ამბავს და დანარჩენი მიდის ტრანზიტით გადის. ხო? ამაში გვეხმარება ჩვენ რა? ესე იგი მიკროფლორა, ხო? ფლორა, რომელიც სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა. კი. ის არის ცოცხალი. ხო? ეს ფლორა. ხო? არის ცოცხალი. არის თქვა დადებითი და არის უარყოფითი. ვასია ინიანის გაუძლებელი. რომელსაც ჩვენ მივცევთ იმპულსებს, რომ დადებითმა იმუშაოს, ის მუშაობს დადებითად. ანუ დრგუნავს ამ უარყოფითს. ანუ რას ვამბობ მე რომ ჩვენი გონებით, ხო, ეს იმპულსები რომ მიდის, იმპულსები, ხო, ეს არის მიკროტალღები. აი ის მე ჩემ მას ვერსიას გეუბნებით ეს შესამოწმებელია, მაგრამ ყველა ვერსიას აქვს თავისი განვითარების უნარი, ამ პირიქით აბორტირება შეიძლება მისი მოხდეს. ანუ მე როდესაც იმპულსებს ვაძლევ, ხო, გონებით, ამ იმპულსებს, იღებს ის ბაქტერია და ის, რომელიც საჩემოა და ჩემია, ხო, რომელიც მე მეხმარება, ის განვითარდება. ესმით გუნავს იმ საინტერესო თქვენ ახლა ისეთი რაღაცა თქვით ბატონი ესე იგი ჩვენი გონების ძალით შეგვიძლია დავამარცხოთ ან აბორტირება გავუკეთოთ როგორც თქვენ თქვით ის მიკროორგანიზმები რომლებიც მაგალითად ინფექციის დროს ადამიანს ანუ სიტყვაზე როდესაც საუბარი მაგალითად გრიპის ვირუსზე ბანალურზე ადამიანს შეუძლია საკუთარი ფსიქოემოციური მზაობით და თუ კარგად ფლობს აი მე არ ვიტყოდი რაღაცის ტექნოლოგიას, ეს საკუთარი სხეულის მართვის ტექნოლოგია უფრო ალბათ, ხო? მას შეუძლია აი ამ პატარა ორგანიზმებზე იმოქმედოს ისე, რომ ისინი თვითონვე აიძულოს ჩართონ თვითკდომის მექანიზმი, ან აიძულოს ჯანსაღები, რომ დაამარცხოს ისინი. ჩათვალეთ ბატონია, რომ ინფექციური დაავადებების თვალსაზრისით ეს აბსოლუტური გადატრიალება იქნება მედიცინაში. ბატონები, ელემენტარულად ხო ვიბრაციები აქვს, არა სიმღერას აქვს თავისი ვიბრაციები. ტელეპათები რო არიან ხო ზემოქმედების რაღაც უნარი აქვს, გარკვეული თვალის მოქმედება, სხვადასხვა რაღაცების მოქმედება. მე ძალიან ისევ ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით. მაქვს მაღალი სიცხე. ბავშვი ვარ. ხო და ვერაფრით ვერ მიგდებენ სიცხეს. ხო და მაშინ იყო ახალი შემოსული ლიმონათი. ის კი არა ეხლა რო არის ყველაფერიო ძალიან ისეთი რა ლიმონათი გაზიანი მთელი ამბავი რაღაცა და ეს იყო რაღაც ძალიან საინტერესო ვთქვათ მიდგომა რომ ლიმონათი გეშობა კარგი ხარისხის. ხო და რა გაეხარდება ეხლა ის მოაქვთ ესა და უთხარება ლიმონათი და დავლიე თუ არა ლიმონათი იქ არ ვიცი შაქრისის პროპორცია იყო, გაზის პროპორცია იყო, ეხ ნახშირორჟანგი როგორ არის, ხა ნახშირორჟანგი ხო ხან ცუდია და ხან კარგი. მაგრამ ერთ სასაცილო ამასაც გეტყვით მე რომ ცოტა გავამხიარულოთ ეს აუდიტორია. დავლიე თუ არა და სიცხე გაქრა. მექანიზმი ავხსნათ. ეთქობა ჩემში ეს იმდენად მონატრებული იყო, ეს ლიმონათის ამბავი. ხო, და ალბათ მიმალავდნენ, იმიტომ რომ შაქარი არ ყოფილიყო რა, არ ვიცი რა, მშობლების ამოკიდებულება როგორ და იმ მომენტში რომ ეს მივიღე, ხო, ძალიან კარგად გავხდი. კიდე შემთხვევებს მოვიტან, რომ კარგად დაგომახსოვდეს. ყავს ერთი ძალიან კარგი მეცნიერი, მეგობარი. ძალიან კარგი. და ონკოლოგიური დაავადება აქვს. და მოხდა კლინიკაში. ხო და ამ კლინიკაში რომ მივედით, ხო, მეგობრები. და
კითხე რა გინდა მეთქი რა გესიამოვნება. ხოლო რა არის იციო? ყველაფერი აკრძალული მაქვს. აბსოლუტურად ყველაფერი აკრძალული მაქვს და იქნება ლუდი მიშოვო. წავედი მართლა, გავედი იმ კლინიკიდან, იქ მომზვანე ლუდი და თქვენ უნდა გენახათ ამ ლუდს როგორ სვამდა და მანამდე მე ექიმს რო უთხარი ახლა ესე მე უთხარი და მითხრა პესიმა აქვს. აქ უკვე არაფერი, რაც გინდა გავუკეთეთ, იქ მე კი არა მაქვს უფლებაო რაღაცა მივცეო, მაგრამ ყველაფერს უშლითო ეს როგორც ჩემი მოვალეობაა. მაგრამ თქვენ თუ რაღაცა გთხოვათო ისე განსაკუთრებულიო, არა უგზავნოთ და მართლაც. ესე იგი მიუტანეს ლუდი, ეხლაც მახსოვს. იქვე იმითი რომ მეზობლებს არ დაენახათ რაღაც არ შეიძლება ის გახსნა. მიიღო ეს ლუდი. არ სვამდა რა, მაგრამ ეტყობა იმ მომენტში იყო და უნდა გენახათ მისი სახე. ესე იგი დამშვიდებული, დალაგებული და როდესაც მას ჰქონდა უკვე ბოლო დღეები, უკვე იქიდან ან გაწერდნენ ამ პალიატიურში ან ისა, კიდე იმის მერე იცოცხლა რამდენიმე თვე. ანუ აი სიამოვნება, რომელიც მიიღო, გაყვა რამდენიმე ხანი. კი ბატონო, ძალიან ანუ რას ვამბობ, რომ ეს განწყობა თვითონ კვებასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ის ათვისება, საკვების ათვისება, ხო? ესეც განწყობა, თუ ჩავკეტავთ იმ ჯავიანობა შეიძლება იქ თუ რეაქცია ეს ბევრია. ელემენტარულად ჩვენ ახლა სამეცნიერო მიმართულება ამაში ნაკლებად არ გვაქვს, მაგრამ თელ ჩემი შეგნებული ცხოვრება აპარატურის შეფასება, ეს არის ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება მანამდე და მის მერე. თორე კვებით არიან მაგალითად მე მხატვრები ვიცი რომ არაფერს არ ჭამენ. არის ერთი ცნობილი მხატვარი აქ ჩამოსული იყო, არაფერს არ ჭამს. ბატონო კი ხა თქვენ რო საუბრობდით, მე გამახსენდა ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. აი ამ ცოდნას, რომელიც არის საკმაოდ დიდი სამეცნიერო სკოლის მრავალჯერადი ექსპერიმენტების შედეგი, ხო? ძალიან კარგად იყენებს სადღეისოდ და ძალიან ცუდად მარკეტინგს. მარკეტინგი იყენებს ამას პირდაპირ გაგებით იმისთვის, რომ მიაღწიოს პროდუქტების გაყიდვას. და ერთ-ერთი საინტერესო ფენომენი, რომელიც ასევე მედიცინის აი ამ ნუტრიციოლოგებმა ვიცით ესე ცუდად ვთქვათ, ასე ცუდ ფაქტად, რომ მაგალითად ძეხულის წარმოებაში მწარმოებლებმა იციან, რომ ჩვეულებრივი ჯანსაღი საქონლის ხორცის მაგალითად ძეხუად გადაქცევის დროს მისი ფერი არ არის სასიამოვნო. ამიტომ ემატება სპეციალური საღებავები სოსისებში და ძეხულში, რომ მიიღოს მოვარდისფრო და ეგრეთ წოდებული ჯანსაღი და ამ დროს სინამდვილეში საშინელებაა ფერი. რატომ? იმიტომ რომ იქაც შექმნან ჯანსაღი პროდუქციის განწყობა, მათთვის მთავარია განწყობა და ამ დროს ისინი ჯანსაღ პროდუქტს რეალურად აქცევენ 1000 გვარი მავნე საღებავებით შეღებილ პროდუქტად. მე მეჩვენება რომ დღეს ამ ცოდნას, რაზეც თქვენ ბატონო გია ესე ბრძანებთ და თქვენ ასე კარგად ფლობთ, ძალიან ცუდად იყენებენ მარკეტოლოგები და ნაკლებად ფლობენ ექიმები. რატომაც მგონია, იმიტომ რომ როდესაც მე უყურებ ხოლმე თუნდაც რა მენიუს უნიშნავენ ადამიანებს, ან რა მკურნალობის კურსს, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, როცა ადამიანს აქვს პესიმა დიაგნოზი, ხო მძიმე, მე ვფიქრობ, რომ უფრო სწორია მისი ყოველი წუთი გავალამაზოთ და გაუხანგრძლივოთ ამით, ვიდრე რაღაცა ჩაკეტილ დახშულ უსახურ გარემოში მოვათავსოთ და დაუთვალოთ ყოველი წუთი ესეთი ტაიმერი აქვს თითქოს ჩართული, რომ ადამიანი ორს მე მგონია რომ თქვენი მიდგომა ბევრად უფრო ჰუმანურია და არა მარტო ჰუმანური, არამედ მედიცინითაც დადასტურებული, იმიტომ ეს რეალურად ახანძილებს. და ვინ იცის, შეიძლება ვიღაცის შემთხვევაში განკურნებაც კი გამოიწვიოს, არა ბატონო გია. რა არის ესე განწყობა არა მხოლოდ საჭმელში, ზოგადად დაავადების დიაგნოზის მიმართ. განწყობას რა ქმნის, ესე იგი, მე თქვენთან რო ვარ, ესე იგი, მე მაქვს კომუნიკაცია თქვენთან, ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. ინფორმაციას პაციენტი იღებს ხელველობით, იღებს სმენით. ხო, ეს არის ძირითადი ისენი და ან კონტაქტურად თქვა. კი ბატონო. შეხებით. გნობათა ორგანოებით პირობითად დავართვათ ესე რომ გნობათა. მაგრამ ამის გარდა არის კიდე აურალური სპექტრი, ეს ქვეცნობიერის დონეზე გამოიყოფა ის, რომელსაც მე ვქმნი. გესმით? ჩემი განწყობა შიგნი ეს არის ვიბრაციები. მე თუ კარგად ფლობ ჩემ თავს, თუ დამშვიდებული ვარ, ხო? ეს იმპულსები გადადის. ანუ თქვენ ამბობთ ბატონო გია რომ ექიმი რომელიც შედის პალატაში პაციენტთან მიაქვს თავისი ასე ვთქვათ, ვისაც პაციენტი ქვეცნობიერად. რატო უყვართ თქვათ ერთი ექიმი და მეორე არა? ის შედის შეაქ
სიყვარული და სიცოცხლეში აქ გესმით? ის არ არის მასეთი ხართ ბატონო გია თქვენ, მინდა ჩემ მაყურებელს უთხრა. ძალიან ბევრი. მე თვითონ მომისმენია ბატონ გიას პაციენტებისგან ზუსტად აი შეფასება, რომ ისინი ოთახში შემოსვლისთანავე გრძნობენ რაღაც საოცარი. ეს არის როგორ იცით? აი ყველაზე უფრო საინტერესო რა არის, ეს არის უხილავი. ველი, რომელიც ხილულად მოქმედებს. და ბატონო გია ეს არის სწავლება რა? რა არის ის შეიძლება 3-მდე ისწავლო, როგორც ხატრობა 4-მდე, მაგრამ ეს არის ნიჭი. რომელიც უნდა მივხვდე რომ შენ გააქვს ამის ნიჭი და ეს უნდა განავითარო. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით. მეც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ადამიანის აი ეს რაღაცა კიდე სხვა არის. რატო იცი მე რო დავიწყე მუშაობა, პირველად ხო ეს რამდენჯერმე მithქვია რომ მე ვიყავით, პირველი ჩვენი იყო ქირურგები უნდა ყოფილიყავით, ეს რა ქირურგი ხო? ყველაფერი დავიწყე ქირურგია. სისხლი ვნახე, ეს ყველაფერი მე სიზმრებოდა კიდევაც ოპერაციებს რო ვაკეთებდა, მაგრამ მივხვდი რომ ჩემი არ იყო. მე არ ქონდა უფლება სხეულში შესვლის. მე გარედან უნდა მომეწესრიგებინა ეს. და მიგეთ მე მივაგენი ჩემ გზას, ზართულია ეს. წარმოიდგინე კლასიკა რამდენი ვიწვალე რო გავთარიყავი, უროლოგია მესწავლე ეს. შარდზე მე სიამოვნებას ვიღებდი მიკროსკოპში ჩახედვით რა, იქ მარილების ხედვაზე იმდენად ღრმად ვიყავი. ხო, ისე იმდენად მაინტერესებდა, რომ სულ ყველაფერი საირმეში ვიყავ მივლინები და იქ ნახე საოცარი პაციენტები, მაგალითად მოვიდა პაციენტი ელემენტარულად შარდი ჩააბარა, ნუ ეგთან უყურებს, მე გვერდზე დაუდგებოდი და ვხედავდი როგორ იყო ეს მარილები ერთმანეთთან, თქვა ოქსალატები, ფოსფატები და რაღაცეები რა სხვადასხვა დაავადების მიხედვით. ჩავხედე, ჩავიწერე, დავხატე, ვატავდი ჩემთვის რა ეს. არც სადოქტორო და არაფრის, უბრალოდ ჩემთვის რა ეს განლაგება მარილების. მე უნიშნავ წყალს, რომელიც მე ვიცი პირველი ნომრების მიხედვით, ხო? ეს მასწავლეს იქა და მე უკვე ვიცი და რო დაამთავრებდნენ კურსი, 2-კვირიანი, 3-კვირიანი კურსი და მე ანალიზს ვაკეთებ და ეს მარილები როგორ არიან ერთად. ისე ლამაზად, ჩახუტებულები, კარგად, ცოტა რაღაცა და ეხლა ჩვენ რა დრო გავიდა, ხო, რამდენი საუკუნეები და მაინც სისხლის ანალიზს და შარდის ანალიზს ვაკეთებთ, ხო? ანუ ის რა ჩვენშია, შარდი რა არის? ეს არის გაფილტრული სისხლი, ხო? ანალიზი ახლა ვაუ შარდი რაღაც რა არის სისხლი რომელიც გაიარა და გახდა ასეთი ფერი დაკარგა სადღაც რაღაცამ წაიღო ისა და მაინც ესე იგი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სისხლში რა ცვლილებები აქვს შარდში რა ცვლილებები კი ბატონო ჯერ კიდე ჰიპოკრატე ამბობდა ამ ბიოლოგიურ 4 სითხეზე რომელიც ვინ იცი შეიძლება ჰიპოკრატემდე ბევრად ადრე იცოდა მედიცინამ ხო მართალია და თქვენ ძალიან კარგი დეტალით ბატონ გია რომ არ შეცვლა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ სუბსტრატებში ხედავთ იმას, რა ხდება ორგანიზმში. და ჩემ შემთხვევაში ახლა ხო არის სისხლი, თქვათ, და არ ვაქცევთ ყურადღებას იქ. რა კომპონენტებია, ხო? რა ვიცი, ძირითადად ერიტროციტი, ლეიკოციტი, ხო, ესა დრომბოციტი. ასე ციტები. მაგრამ მე როდესაც მეხმარება იქ, ქვეცნობიერად ველაპარაკები. იმ უჯრედებს რომ ისინი წამოვიდნენ და თავის საქმე გააკეთონ. ანუ ჩემი მეგობრები უყავს ორგანიზმში, პაციენტის ორგანიზმში და ისინი გრძნობენ იმ ვიბრაციებს უშვებ. ფსიქოთერაპია რა არის? არ არის მარტო საუბარი. საუბარს უნდა დაყვეს ის ენერგია, რომელსაც შენ გაცემ. იმიტომ ძალიან რთულია ეს. რამდენმა დაიწყო, მაგრამ ვერ ახერხებ. შიგნიდან შენ დონორი ხარ. და უნივერსალური დონორი ხარ. როგორც პირველი ჯგუფის სისხლი. და ეს უნდა გქონდეს შენ შინაგანად, ამისთვის მთლიანად უნდა იყო. რაღაცა უნდა დათმო. მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო რაღაცა ბატონ გია, თქვენი სპეციალობა, თქვენი პაციენტების მიღება ყოველთვის მოითხოვს გარკვეულ გაცემასაც ექიმის მხრიდან, ხო მართალია, ეს არ არის მარტო პაციენტისთვის რაღაცა სამკურნალო სტრატეგიის შემუშავება, იმიტომ რომ როცა პაციენტი გამოდის ოთახიდან და ამბობს, რომ რა ბედნიერია, რა კარგი განწყობით გამოვიდა, იქთვე რაღაცა თქვენი ნაწილიც თითქოს და გაუძლია. მიაქ, რასაკვირველია. გარდა იმისა, რომ მოხდა ასე ვთქვათ აქტიური განკურნების რაღაცა პროგრამის ჩართვა, რომელიც უხილავ დონეზე მოხდა და სიახლეების კანონია, აქა იმას ჭირდება მე უშვებ, მაგრამ ძირითადად მე ვარ დონორი. დიახ.
ხო? ერთადერთი პაციენტი არის თუ არ ყოფითი აქ იმას გამომაცლი, მე ასე და პლასტიკას ვაკეთებ, ფსიქოენერგეტიკული პლასტიკა, ეს საინტერესოა თვითონ შემოქმედი თუ როგორც გამომძიებელი, ხო? რამდენი გამომძიებელია მაგალითად თვალწინა აქ რაღაცა და ვერ ხედავს, ხო? მინიშნები მაგათ ფოთოლი როგორ არის დაგდებული ესა. არის კარგი გამომძიებელი, აი ლეგენდებს რომ წერენ და ეს ბესტსელერები რო არის, რატო შეამჩნია იქ რაღაცა ნიუანსი და აწყო. როგორ შეამჩნია რომ იმან გადმოსცა ვიბრაციები და ამან დაიჭირა. ხო, ანუ ეს მე თვითონ თავიდანვე სულ მინდოდა იურიდიულად ჩაბარება და გამომძიებელი ყოფილიყავი. ეს არის იგივე გამოძიება პაციენტს გამოიძიებ მიზეს შედეგობრივს, ხო? იქაც ასეა, დამნაშავე რო არის მიზეს შედეგობრივ, ეს არის აფექტის მდგომარეობა თუ ეს არის რაღაც ქმედება ისეთი შეგნებული, ეს უნდა მიხვდე. აქაც ასეა. ბატონკია, თქვენ ახლა იმაზე რომ მისაუბრებთ, ერთი კითხვა დამებატა, ოღონდ რა თქმა უნდა, ახლა ეს ჩვენი გადაცემას ნაკლებად ეხება, თქვენი უშუალოდ პირადი პრაქტიკიდან მინდა კითხოთ. რასაც თქვენ აღწერთ, მეც ვიცი რომ ესეთი ძალიან დიდი და ხანგრძლივი პროფესიული გზა გქონდათ, ძალიან საინტერესო, თუნდაც ის რომ ერთი სპეციალობიდან დაიწყეთ, მერე ეს მოწოდება ალბათ რაღაცა შინაგანი მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ალბათ არ მიწყენთ რომ ვიტყვი რაღაცა შინაგანი ძიების შედეგი იყო ხო მართალია სადღაც რაღაცა ყოველთვის გიბიძგებდათ რომ უფრო მეტი და უფრო განსხვავებული გეპოვოთ ის რასაც თქვენ დღეს აკეთებთ ქართულ სივრცეში პრაქტიკულად არავინ არ აკეთებს და ალბათ მე არ მეგულება არც ერთ სპეციალისტი ვისაც უკანა ესეთი ისტორია აქვს წარსული ანუ იყო დღეს ფსიქოთერაპევტი და გქონდეს ამხელა გამოცდილება კლასიკურ მედიცინაშიც ასევე თუნდაც უროლოგიაში თუნდაც აგერ ქირურგიას ახსენებთ მე არ ვიცი სხვას რომ გქონდეს შეიძლება ვცდები და მაქვს ესეთი კითხვა ბატონ გია ეს საკმაოდ რთული გზა იყო თქვენ ოდესაც ამ გზამდე მიდიოდით ეს თქვენი სურვილი იყო თუ იყო რაღაცა ქვეცნობიერი რაც ამისკენ გიბიძგებდათ ეს ძალიან მაინტერესებს უშუალოდ როგორც ადამიანს ქვეცნობიერი იყო ეს ქვეცნობიერი თქვენ ყოველთვის ხდებოდით რომ დანიშნულება უფრო მეტი უნდა ყოფილიყო და დღეს თქვენ იქ ხართ სადაც უნდა იყოთ თუ კიდე აგრძელებთ რამეს ბატონ გია მე იქ ხარ სადაც უნდა ვიყო და სულ ვეძებ უთულეს რაღაცას ეს არის ჩემი გამიგე რამდენი შემოთავაზება ყოფილა მაგალითად ჩინოვნიკიც ვიყავი ჯანმრთელობის სამინისტროში ვიყავი. ბატონო, რა შეიძლება დავარქვათ აქ? მე როგორც ვიცი და მე თქვენთან პაციენტის რანგში ნაყოფ ადამიანებთან მაქვს ნასაუბრები, ეს არის რაღაცა ფსიქოენერგოკორექციაც მათ შორის, ხო ყველაფერთან. ეგ არის ზუსტად. ეს არის ბიოფსიქოენერგოკორექცია. ბიოლოგიური, ესე იგი ეს არის ადამიანებს ახლა ეს ტერმინოლოგია ესე ფიზические поля, биологических объектов. ესე იგი ბიოლოგიური ობიექტის ფიზიკური ველები. всё. ამითი ამოწურეს ეს მეცნიერება დაარქვეს ამ ველი რაც არის აურა ესე იგი ბიოლოგიური ობიექტები ვთქო ჩვენ ბიოლოგიური ობიექტის ფიზიკური ველები ფიზიკურ ველებში რა შედის ელექტრომაგნიტური ველები კიდე იქ რაღაცა ველები თავისი ვიბრაციები თავისი არის ძალიან საინტერესო მიმართულება ეხა მე უფრო კვლევარი ვარ იმიტომ რომ ეს ვიცი უკვე რას ვაკეთებ ეს ზეპირათად შემილია პაციენტთან. თან პრაქტიკოსი მკვლევარი. ხო, პრაქტიკა ესა, მაგრამ მე ხო იმას ვეძებ მეცნიერებას, რატოა თქვა ისრაელში ის განვითარებული და მე 20 წლის წინ მიფიქრი ამაზე. დიახ. ხო? არ ყავდა გვერდზე არავინ, რომ ეს ფანტაზიად მიაჩნდათ. ხო? ეხლა მოვიდა დრო ალბათ რაღაცა სიტყვა თქვა მეცნიერებაში. ოღონდ პრაქტიკიდან გამომდინარე. ბატონ გია, მე ერთი კითხვა მაქვს კიდე. ნახეთ, ჩვეულებრივი განკურნება, როდესაც დგება პაციენტი თავისუფლდება რაღაცა მენტალური და ფიზიკური პრობლემისგან, ხო მართალია და აი აქ ხდება თითქოს უკეთესი მესფორმირებაც ადამიანის, აი ესეთი ფსიქოენერგოკორექციის მერე. ანუ თქვენ არა მარტო ჯანსაღ ადამიანს უშვებთ კაბინეტიდან, ყოველ შემთხვევაში ცდილობთ რომ გაუშვათ, არამედ მას უკეთეს ადამიანათაც აქცევთ. იმიტომ რომ ასეთი თერაპიის მერე ადამიანში ხრება ისეთი ძალადობრივი ქმედებები ბოროტი ადამიანი არ აი შეუძლებელია მე ამას ვამბობ ხო რომ ადამიანმა ჩაიტაროს სწორი ფსიქოენერგოკორექცია და მას ქუჩაში გასვლისთანავე რაღაცა ძალადობის ჩადენა მოუწდეს ანუ ეს არის რეალურად ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური გაჯანსაღება ერთდროულად საინტერესო რა არის ახლა ყველა ადამიანი ახლა რო უყურებ ხოლმე ქუჩაში ხო თქვათ არის რაღაცა ის არაპროპორციული ადამიანი ან ისე რო გონია სულ ჩემი დამოკიდებულებაა იქნებ კარგად მღერის. აი ჩემი არის პირველი რაც არის მე ეხლა კარგიდან იწყებთ შეფასებას. რა ჩემთვის კრიტერიუმი რა არის ის სიმღერა.
მუსიკა, მაგრამ სიმღერა თვითონ არის ჩემთვის ეს ადამიანი თუ მღერის ეს არის ჩემთვის ღმერთკაცი. ძალიან პატარა რომ მიდიან ვიღაცები ბოროტებიც რო იყოს იქნებ კარგად ვღერის და ყველაფერს მოუხსნი თქვათ მას რაც აქვს ცუდი, იმიტომ რომ ეს კონდეს. ეს და ესეთი ძალიან საინტერესო. ხო. კიდე მითხარით აბა რამე? ეხლა ცოტა სხვა რაღაცა გამახსენდა, თემა არ მინდა წავიყვანო სხვა მართულით, მაგრამ ვერ დავკარგა ვაშას ბატონო გია, თქვენთან ერთად ვსივარ და ნუტრიციოლოგიაში გვაქვს ესეთი საინტერესო ფენომენი, საკვების მღერის და მღერის ღვინო. ბატონო გია, ძალიან საინტერესო ფენომენია, ღვინოზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო. ჩემზე მეც ვერ იტყვით ღვინო. არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ღვინო მღერის და ეს სიტყვა მახსოვს ერთ-ერთი სუფრაზე წვეულებაზე რეგიონში ვიყავით და იქ ერთ-ერთმა კახელმა კაცმა თქვა რა ამბობენო ღვინოზე ჩამოარაკრაკა ჭიქაშიო, იცით რომ ღვინო მღერისო და მართლა მომასმენინა როგორ მღერის ღვინო, ანუ რა მინდა თქვა. სიმღერა და ვიბრაციები, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ეს მართლა საოცარია, მე მახსოვს ესეთი ნაშრომი მაქვს წაკითხული, რომ თუ არ ვწდები დიდი სამამულო ომის დროს, თუ არ ვწდები პირადად სტალინის ბრძანებით იყო, მე მგონი, როდესაც მიხვდა რომ ომი რაღაცა ძალიან მძიმე იმაში გადადიოდა ფაზაში და როდესაც მან მოითხოვა ღვთისმშობლის ხატის ჩამოტარება, ხო, ესე ვთქვათ, მაშინ ლენინგრადის ის იყო. და მოყოლა ეკლესიაში, რომელიც კი იყო დარჩენილი, ზარების რეკვა დაიწყეს და მაშინ მახსოვს, რომ ერთ-ერთმა მეცნიერმა, არ მახსოვს ზუსტად რომელმა თქვა, რომ ზარის ვიბრაციას აქვს ძალიან სერიოზული განმაკურნებელი ეფექტიც, არა მარტო ტვინზე ბაქტერიოციდული მოქმედება. ეს ამ ვიბრაციებთან არის. კარგი ტოკა ამიძიეთ რა ახლა. საქართველოში იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი მეცნიერი ნოდარ მამისაშვილი. არ ვიცი იცით თუ არა, ეს იყო სასწაული პიროვნება, ბავშვით იყო და ძალიან დიდი მეცნიერი და მუშაობდა ამ მიმართულებით და მაგან გააკეთა ქართული ზარი რაღაც მოდელები პროპორციით ვერცხლისა და იმის შენადნობი გააკეთა, რომელიც ესე იგი აი ამ ხმას გამოსცემდა და ბაქტერიოციდული, ესე იგი ზარის პირველი ფენომენი რაც არის გარდა იმ ხმისა, ხმა ხო თავისია, მაგრამ არის ბაქტერიოციდული, მის გარშემო ბაქტერიები არ მრავლდება. და სწორედ ამიტომ ეკლესიებში, როდესაც ეკლესიებში არის სპეციალური ზარები, ანუ ზარი უნდა ჩამოასხა ხო რაღაცა ისა და აი მე მინდოდა ნოდარ მამისაშვილის ხონის საღამოს რაღაც გამეკეთებინა ცალკე მიმართულება და ვერ მოახერხე, მაგრამ საქართველოში ყავდა ასეთი ფენომენები, განსაკუთრებით ბატონი ნოდარი, რომელიც აი ბიოენერგო იმაზე მუშაობდა. არ დაცალდა ამ ადამიანს, იყო თავისი პატარა ოთახი ჰქონდა და აკეთებდა სასწაულებს რა. და მეტალს ძალიან სერიოზული საქმე ვიცი, რომ აი ეს კვლევები, როდესაც სტარდებოდა მეტალის შენადნობებზე, თუნდაც ის ხალხში გავრცელებული თქმულება, რომ ახალდაბადებულ ბავშვს ვერცხლის კოვს ჩუქნიდნენ და ეს მერე შეფასდა, რომ რაღაცა მავნეა და ჩვენი ხატები დღემდე ვერცხლითაა შემკული ისტორიულადაც ესე იყო, არა მარტო იმიტომ, რომ ღარიბი იყო საქართველოს ვიღაცის ესე უნდა რომ იყოს. რეალურად ვერცხლის თვისებები იყო გამოყენებული ძალიან კარგად. ეს მეტალოთერაპია ჯერ კიდევ მგონია, რომ გაუვალი ტყე არის, ასე ისევე როგორც მინერალოთერაპია, რომელიც ალბათ საჭიროებს თქვენნაირი სპეციალისტების ჩართულობას, იმიტომ რომ მათი გამოყენება მედიცინაში ძალიან აქტიურად შეიძლება. ხო, იყო გონიკმანი ასეთი მეცნიერი. დიახ. მინერალოთერაპიაში, კრისტალოთერაპიაში ძალიან საინტერესოა მინერალები, ხო, ჩვენი ძმები არიან და ჩვენი წინაპირობაა. ერთ რაღაცას გეტყვით კიდე მინერალებთან ახლოს არის, მაგრამ ლეგენდასავით შეიძლება ძალიან მძიმე მოსასმენი იყოს, მაგრამ ესე იგი არის მუმიო. მუმიო ვიცით ხო? მუმიო პირველი რაც არის ეს მთებში არის და შავი ფერის არის და ეს. მაგრამ ერთ-ერთი ლეგენდით ძალიან მძიმე ის არის. რასაც ვიტყვი, ახლა შეიძლება მოსასმენიც არ იყოს, რომ მეწლის ბავშვები უნდა გაუშვათ, მაგრამ იყო ასეთი ცითურ ადამიანებს ჩააგდებდნენ დიდ ეს ქვაბში, აი როგორც ღვინოს რო დაახლოებით ისეთში და გმანავდნენ ზემოდან. იქ შიგნით ჩაიხარშებოდა და ეს იყო ის ნივთიერება, რომელსაც ჰქონდა სამკურნალო თვისება.
ეხლა ეს არის ექსპერიმენტის ამბავი, იქ თქვა შეიძლება შეცვალო ადამიანის სხვა რაღაც ისი, მაგრამ მეცნიერება რა არის, ხანდახან რაღაცა უნდა გააკეთო, წახვიდე ისეთ რამაზე, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმედ აქ რამე თმის პიგმენტთან იყო კავშირი, ბატონო, თმის პიგმენტთან იყო რამე კავშირი. ხო, ეთყობა იქ ენერგია ისეთია, რომ შინი ხდებოდა რაღაც პროცესი და მთლიანად ესე იგი ხდებოდა იმ სამკურნალოთვისებად გადაიქცეოდა. კი ბატონო. ხო, ეს ისე რა, ზოგადად იმიტომ ხან უნდა შეაშინოს მაყურებელი, ხან ისე რომ თქვა, ეს არ იყოს რა, თვალე არ უნდა ჩაეძინოს, უნდა თქვას რა თქვა ამ კაცმა, ხო, საწავიდეს მოძებნონ ესენი ყველაფერი, მაგრამ მე გეუბნებით იმას, რაც არის პლუსი, მინუსი, როგორ კვლევარი როდესაც ხარ, შეიძლება იქ ცალკე მიმართულებაა, კოპროლოგია, ხო? ანუ განავლის სპეციალისტები არიან, რომლებიც სწავლობენ იქიდან, ისიც დიაგნოზს სვამს, ხო? ბაქტერიოფაგში რომ მიდიხარ, ერთ-ერთი უნდა ჩააბარო ეგეც. ესე იგი, რა ჩვენი გამოყოფაა, გამოსაყოფი იმიდან ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ. ამას გეუბნებით, როგორც კი ბატონო. ბატონო გია, ჩვენ ახლა კვებაზე და განწყობის თეორიაზე დავიწყეთ გადაცემა. მე გადავედი ცოტა სხვაგან, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს კიდე. ქართული სუფთებ რა არის სულიად კოსმოსი, ხო, სულიად განსაკუთრებული ფენომენი. არ ვიცი, არა მარტო კერძების რაობის, არამედ რაოდენობისაც თუნდაც, ასორტიმენტის სახითაც თუნდაც და დღეს ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ასე ვთქვათ, გვედავება იმაზე, რომ ის ბევრი საყვარელი კერძი, რაც ქართულ კულინარიაში დამკვიდრებულია, კოლუმბმა შემოიტანაო და მანამდე ჩვენო არც იცოდით, რომ გვეუბნებიან. თუნდაც იგივე სიმინძე ვისაუბროთ, ბადრიჯანი ცოტა უფრო ადრინდელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი სხვა სიტყვაზე, ხო? მაგრამ აქ ერთი ძალიან საინტერესო თავისებურება ქართულ სამზარეულოს. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ქართველი ყოველთვის სუფრის შესახედაობას და თვითონ სუფრაც, აი ეს რიტუალური განწყობა ზეიმისადმი, ნადინისადმი, რომელიც უფრო ირანოს სპარსული სიტყვებითაა დაკომპლექტებული, იმიტომ რომ სადღაც დაიკარგა ძირითადი სიტყვები, ხო? მთელ ტრადიციებს გულისხმობს და მათ შორის გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ფენომენი, ეს არის თამადა. როგორც ექიმი, როგორც ფსიქოენერგოთერაპევტი, ბატონგია, მაინტერესებს თქვენი თვალთახედვით, რამხელა მნიშვნელობა ქონდა სუფრაზე დალოცვის ფენომენს, აი ამ სადღეგრძელოების წარმოქმნის ფენომენს, რამდენად მოქმედებდა ეს არა მარტო ნუტრიციოლოგიურად, არამედ ზოგადად დამსწრე საზოგადოებაზე. კეთვით საინტერესოა, ჩემი დაკვირვება, მე ხშირად ვარ ხოლმე თამადა ვიყავი, ეხლაც არ სვამ, მაგრამ მაინც ვერ გებულობენ ლიმონადს. თუმცა კარგი თამადა ბევრს არ სვამს ისედაც, ბატონო გია. თამადა მთვალი არასდროს არ უნდა იყოს. არა, მე ვიყავი, კარგი მსმელი ვიყავი თავის დროზე, ისეთი განსხვავებულებით რაღაცეებით, იმიტომ კარგი მასწავლებლები ყავდა, თუნდაც ზურაბ კაფეანიძე რა დღირდა, იმის გვერდზე ვიყავი და ბატონი ზურას მასწავლა ბავშვობაში ვარ შესწრებული და მახსოვს ეს იყო საოცარი. ბანკებით, ქილებით სიამოვნება რა არის, ბანკით დალევა. ეს არის სიამოვნება, თავის ფორმა აქვს და ყველაფერი. ხო და ეხლა თამადის პირველი რა არის, ეხლა ჩემი დაკვირვება. არის რამდენიმე ადამიანი 20 კაცი. შენ პირველი რაც არის თამადას უყველას ადაგრძელებს, ხო? ცუდი არ გაიგია რომ ცუდი თქოს ვინმეს. ეს არის ჩვენი კომპლიმენტები. ხო და ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება. არის ვიღაც უღირსი ადამიანი. სისიქა და ყველა მიცის რომ ჩატლახია. ქართული სიტყვა თუ უცხოური სიტყვა, მაგრამ ტლახ. ხო? არის. და მე მას ვადრიგძელებ. აუ, მე უმნები რომ შენ სუდად ხდება. რო არ არის ღირსი იმისი, რასაც შენ ეუბნები, გაიგე? ეს არის შოკური თერაპია. ის ან გამოსწორდება, ამ ჩვენი ამის მე იმიტომ იმას ვადრიგძელებ, იმას კარგია, ან გამოსწორდება და ანუ თერაპია სუფრაზე ამითაც იწყება. ხო, ბატონო, ეს არის პირველი ამბავი, რომ შენ რო ჭიქა გიჭირავს, ხო? კარგ ამბებს რო ამბობ, ამ ღვინო ხო იღებს, აი ეს თერაპია რაც არის ღვინო, ხო? აი ამ ინფორმაციას იღებს, იმასაც უჭირავს და ეს დადებითი ამბავი მერე მიდის. შენ მუხტავ ამ ღვინოს, მუხტავ და ღვინო კარგად იღებს ინფორმაციას, მუსიკას კარგად იღებს ღვინო. ცალკე მიმართულებებია სხვადასხვა მუსიკის ზემოქმედება. კი ბატონო, ღვინო რელიგიაში ძალიან აქტუალურად გამოიყენება, კაგორზე და იმასაც საუბარი, ღვინო საოცარი ენერგიის მიღების უნარი აქვს. ბატონო გია, კიდე ერთი ძალიან ისეთი საინტერესო კითხვა მაქვს მაშინ, რადგან თამადის ინსტიტუტი ვახსენეთ, ერთი კიდე კითხვა მინდა თქვენთან ისეთი განვიხილო. რატომ იყო ყოველთვის თამადა მამაკაცი ქართულ სუფრაზე? ეს რაღაცა პატრიარქალური საზოგადოების გადმონაშთია თუ არის ამაში რაღაცა სხვა?
მე როგორც გამიგია, მამაკაცის დალოცვასაც და მამაკაცის დაწყებასაც რამდენადაც ვიცი, განსაკუთრებული ძალა აქვს. ქალს ალბათ ცოტა უფრო სხვანაირ, ქალი უფრო შექმნაზე ორიენტირებული არა. ჩვენ ვიცით ღმერთ კაცი, ხო გაიგია ღმერთ კაცი. მე ქალ ღმერთიც ხო ვიცი. ქალ ღმერთი, ანუ მე პარალელს ვაკეთებ, აი ღმერთ კაცი. დიახ. და არის ღმერთ კაცი. და არის ქალ ღმერთი. აი ნახე საიდან იწყება ღმერთ კაცი. ესე იგი კაცი ასოციაცია ღმერთთან არის კაცი. ხოსია? ასე არ არის? ქრისტე კაცი იყო, ხო შეიძლება ლამაზი ქალი ყოფილიყო ისო, მაგრამ თვითონ ბუნებაში ქალ ღმერთი კი ის ქმნის, მე შობს თქვათ იმ ღმერთ კაცს. ხო, საინტერესოა, მაგრამ ეს ტრადიციით შემოვიდა, თორე ეხლა ბოლო დროს ქალებიც არიან კარგი თამადები, ისე გაიგებსებიან. ენერგიის გაცემის თვალსაზრისით როგორ ხდება, ბატონო, კი არის აქ რამე სხვაობა დავუშვათ ქალი მამაკაცი. კაცი დონორია, ქალი მაინც ვამპირია, ფიზიოლოგიურადაც ასეა. დიახ. როდესაც ურთიერთობა აქვს, ხო, ქალი ისრუტავს. დიახ. თავისი და ამიტომ იქ აი ამ ჩემი დამოკიდებულებაა და ეხლა თქვენი მოსაზრება ძალიან მაინტერესებს, იმიტომ ჩაგეძიეთ ამაზე. არა, უბრალოდ მომისმენია ქალების ესა თამადობა, მაგრამ ზედაპირულია, არ რჩება. მამაკაცის არის ღრმად შემოდის და შენ რაღაცას თავს ძნობ ისე. ქალი ვალდებულებას ავით იძახის ისე, უბრალოდ კომპლიმენტია და კაცის არის დალოცვა სხვა არის. ნუ ალბათ მე არიან ქალები თქვათ რელიგიაშიც ისე, მაგრამ ასე მოიკიდა ფეხი. კაც თავისი საჭმელი კულინარიაში ვისია ძირითადად კაცები აკეთებენ. ბატონო, კიდე ერთი საინტერესო თემა გვაქვს, რასაც კლასიკოსი, ესე ვთქვათ, ექიმი, ნუტრიციოლოგებს გვერდსულით, იმიტომ რომ ამაზე საუბრის უფლება არ გვაქვს. აი თქვენთან მინდა ვახსენო. რა ფენომენია საკურთხი, აი უშუალოდ ჩვენი კუთხიდან რო ნახოთ, მე მესმის რელიგიურად რა არის. მე ვთვლი რომ ეს ძალიან საინტერესო და ფენომენალური მოვლენაა, როდესაც საკვებს მიირთმევ და ვთვლი რომ ეს საკვები მიუვა იმ ადამიანს, ანუ მიუვა პირობითად იგულისხმება, ხო მართალია, მაგრამ აი ენერგეტიკულადაც მე როცა მიკითხავს ეს ადამიანებისთვის, როცა საკურთხს მიირთმევენ დავუშვათ, რომელიც მამაო აკურთხა, მთელი რიტუალია ჩატარებული, ხო, რომლის ენერგიაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, თვითონ ხალხისთვისაც სხვა განწყობაა, იმიტომ რომ ისინი რეალურად თვლიან, რომ ეს საკვები მათ წინაპრებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყნად აღარ არის, ერთგვარად ამ სუფრის თანაზიარს ხდის. აი საოცარი მოვლენაა, როგორ იღებს თქვენ როცა მე საუბრობთ ახლა საკვების ენერგიაზე, მე ეს მინახავს უშუალოდ აი ამ რიტუალის დროს, როგორ შეიძლება საკვებს ენერგიის მუხტი მივცეთ და ერთ და იგივე საკვები ვაქციოთ საწამლავათაც და ვაქციოთ, თუნდაც იგივე სტენფორდის ინსტიტუტის ეს ექსპერიმენტები იგივე ჭიქაწყალზე როგორ მოხდა ერთი ჭიქისა დავუშვათ დამპაყება, მეორის კარგად შენახვა, როდესაც ერთ ლოცვას უკითხავდნენ, მეორეს რაღაცა, ამასაც აქვს მნიშვნელობა საკვებთან მიმართებაში, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფენომენია კიდე რა არის დალოცვილი ლოცვა სუფრა. ხო, სუფრას დალოცვა ჭირდება, ხო? ანუ ოღონ ვინ ლოცავს ახლა? ლოცვა ვისაც აქვს ამის უფლება, ხო? პირველი უკვე სასულიერო პირი. პრაქტიკულად ყველა დიდ რელიგიას აქვს გარკვეული მიმართება კვებით სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის მარხვებზე საუბარი, რამაზანებზე, აკრძალვებზე, გარკვეულზე. იმიტომ რომ კვება ბევრად მეტია ალბათ ვიდრე მარტო ის, რასაც მეცნიერება გვასწავლის. რა არის ის შიგნით დებ შენ ყველაფერს რა, სიკეთეს დებ, ეს არ არის მარტო ცხოველური ჭამა. ხო? დიახ. ხო? ეს არის ის, რომ განწყობას იქმნი, რომ ეს კარგია, რომ მოაქვთ მაგალითად, ხო? ხინკალი თქვათ. პირველი ორთქლიანი ხინკალი, ნახე რა შემოიტანეს ახლა ფერები შეიცვალეს. რაღაცა ხო ლურჯი ფერის ხინკალი, მწვანე ფერის ხინკალი. ანუ ხებელობა იყო უკვე გაწრეცილი, დამოკიდებულება და რაღაც გაახალისეს. ეს მიზიდულობა. აი პიარი ახლა როგორც ასეთ, ყველაფერი პიარია. შეფასება, ამიტომ სადაც არ უნდა შეხვიდე შენ. ხო? ნუ ახლა მე უფლება მაქვს თუ არა, მაგას არ აქვს, მაგრამ ყველა დაწესებულებაში თავისი ყავთ პიარი, სპეციალისტი. რას ნიშნავს, რომ კარგად მიაწოდოს თავისი ამბავი, ხო? მაგალითად ეკლესია ერთი და მეორე. ხო? აქედან გამოსული მრევლი იტყვის, ვა რა კარგია. ხო, რა კარგი მამაოა. ხო? იქ აქედან მოსული გადავა იქ მამაოსთან. ანუ მართლა მოусმენენ თუ მოეწონათ უკვე ამის მრევლი გახდა. გამიგენა? აი ესე ნელ-ნელა თანდათანობით ეს არის რა დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც აკეთებ. ყველას უნდა ყავდეს თავისი მამაო, ჩემი ვინც არის ახლა.
აი მარტო რომ შეხედა უკვე თერაპია. აი წარმოგიდგენია რაღაცა ისეთი გაიარა ყველაფერი ეს. მიწიერი ამბები, მე მონახა თავისი ადგილი, გახდა ერთიც ყავს მეორეც მეცნიერების ისინი. მათთან ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბარი ასეთი. ღია გადამულია მეცნიერება და რელიგია. ერთმანეთს უგებთ ერთმანეთს და ვამბობთ, აი სად უნდა გადავიკვეთოთ, სად უნდა შემოვიტანოთ რაღაცა. არის მაგალითად ასეთი ექსპერიმენტი იყო, როდესაც ხატებიდან აიღეს ენერგია, ინფორმაციული ენერგია, და მე აინტერესებდათ ერთი მოქმედი ხატი, სხვანაირი ენერგია იყო, მეორეზე სხვანაირი, იქ შენახული ეს ხატები, სადაც იყო, იქ ენერგია ნაკლები იყო, ანუ მოქმედი ხატია, აქ მე შენ გეუბნები, შენ ენერგიას ვდება, იმ ენერგიას ვიღებ. აი ძალიან საინტერესო მომენტია, არც არ მოგვაწურინოს ღმერთმა ახლა ეს სულ უნდა ძიებაში ვიყოთ, ამოწურავ და ამოიწურება, სადღაც ღმერთამდე უნდა გავჩერდეთ. კი ბატონო. ბატონო, კიდე ერთი საინტერესო ფენომენი მინდა გავშალოთ დღეს გადაცემის დასასრულისკენ, ეს არის ესთეტიკა და საკვები. ამას წინათ მოვისმინე ერთი ძალიან ცნობილი ექიმის ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ აი ეს ესთეტიკური ფენომენი საკვებში, მეფეების პრიორიტეტი იყო და მე გვიანო მე-19 საუკუნეშიო კიდევ დამკვიდრდა და განვითარდაო და მართალი გითხრათ, მაშინვე გამიშთა ძალიან სერიოზული პროტესტის გზნობა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს ბებია ისტორიულად მჭაცრო უცხობდა შვილიშვილს და თავის ხელს ლამაზ ესე ანაბეჭდივით დაადებდა უკვე საკვების ესთეტიკაზე ფიქრობდა. თუნდაც ის დიასახლისი გოჩროპირიში ბოლოს გაუკეთებდა და მწვანილებით მორთავდა. ხო, მე ვფიქრობ, რომ ქართულ სუფრას ესთეტიკა არ აკლდა. და ესთეტიკურ ფენომენს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის. მე ესე მგონია, იმიტომ რომ რასაც აი გადმოცემები გვიყვებიან, რასაც თვითონ ხალხში ვხედავთ, თუნდაც აი ეს ხინკლის მოხვევის საიდუმლოებები და სილამაზე, აბა ესთეტიკა რა არის მაგათი მეტი რაღაცა, ხო? და ანალოგიურად აი როგორია ჩვენი ხაჭაპურები, გინდაც ეს გურული ხაჭაპური, გინდაც აჭარული ხაჭაპური, ხო, ყველას რაღაცა საოცარი. მან აჭარულზე გეტყვით რაღაცას და ესე იგი რაც მითხარით გამოთქმარი ხო თვალი ჭამსო. დიახ. ხო? აი ეგ არის უკვე ამაშია ყველაფერი ის რაც თქვენ ბრძანეთ და თურმე თვალი ჭამს. ჯერ თვალი იღებს ინფორმაციას მოეწონება მე. ეხლა უკვე აჭარული ხაჭაპური. ხო? ვიღაცა მოიგონა აჭარულ ხაჭაპურზე არის დადებული უმი კვერცხი. ასეა? დიახ. ხო, ოდნავ შევა მე. ოდნავ. ხო, ისეთია რა. ცალკე უმი კვერცხი რო გითხრა რომ გადაყლაპე ან შეჭამო არ მეიღებ. ხო? რო გითხრან, აჰა, უმი კვერცხი გადაყლაპე და რაცა უნდა კარგი იყოს, არა. აი ამაში ვიღაცამ ჩადო ისეთი ლამაზი თვალი გააკეთა ხომზესავით. ხო? ცაზე. წარმოიდგინეთ ახლა ეს ხაჭაპური ავიღეთ ასე, მიომაგრე და ფიროსმანი რას იზამდა. როგორ დახატავდა. ბატონი აჭარულ ხაჭაპურზე ერთი ძალიან საყვარელი ისტორია გამახსენდა, მინდა რომ ჩვენ მაყურებელს მოუყვე, იმიტომ რომ თუ ვინმე ყავს აჭარიდან, მინდა თავისი ვერსია მოგწეროს. ერთხელ ძალიან ისეთი ღრმა ნაღდა აჭარულ სოფელში ვიყავით. სტუმრად იქ დიასახლის მამა გვიმწადა, სამედიცინო ჯგუფთან ერთად ვიყავი და იცით თუ რას ნიშნავს აჭარული ხაჭაპურიო და მოგვიყვა ესეთი პატარა ლეგენდა, რომ მეუღლე რომელმაც ქმარი გაუშვა ნაოსნობაში და ესე წავიდაო თევზის დასაჭერად რამდენიმე დღითო მაშინ თქვენ გონიათ ჩვენ გვამობენ ქართველები არ ნაოსნობდნენ დადიოდნენ როგორ არაო და მონატრებული დიასახლისი აცხობს ესეთ ლამაზ კვერცხს რომელსაც აძლევს ნავის ფორმასო და ამ ქალბატონმა ესე დაამთავრა და იქვე დედამთილი დგას 100 წელს მიღწეული ქალბატონი და იმან გამოსწახა არაო მაგი ამ ქალმა გამოაცხო ეგრე სინამდვილე შევიგო ქმრის თვალი იყო იქიდან უყურებდაო ხდებით ისეთი საინტერესო ის იყო აი ორი თაობის და ორი ქალბატონის პასაჟი რომ აი არ ვიცი მე დღემდე მჯერა რამდენი აჭარულ ხაჭაპურს დავხედა იმდენი მჯერა რომ მონატრებული ცოლის ხაჭაპურიცაა და იქიდან კიდე მონატრებული მოახლოვდი ხო მე ჩემი ვარ ვერსიით დიახ და ისე მგონია რომ რაღაც ის მარტო საკრალური დანიშნულების პროდუქტი იყო და იქ საუბრობდა ეს ორი ადამიანი იქიდან და აქედან რა ვიცი მე ისე მგონია რომ თქვენ დღეს ძალიან საინტერესო რაღაცები გითხარით ბატონო გია განსაკუთრებით იმ მიმართულებით რომ
საკვები მართლა ენერგიით დამუხტულია და შეუძლებელია ის ისე მივიღოთ, როგორც მარტო აი რაღაცა კალორაჟის შემცველი სუბსტრატი და არ განვიხილოთ რაღაცა ისეთ ფენომენად, რომელიც ბატონ ზაქარიას უყვარს ხოლმე სხვათა შორის თქმა, რომ ოჯახი მაშინ დაინგრა, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა ესეთი ფრაზა დამამახსოვრდა, ქართული ოჯახი მაშინ დაინგრა, როცა დიასახლისმა შვილების კვებად გარეთ დაიწყო და ისე მომხდა გულში რაღაცნაირად ეს ფრაზა, მე მთელი დღე ვფიქრობდი, ოჯახური ტრადიციები არ უნდა დაირღვესო და სულ ამას გვეუბნება ხოლმე ინტერვიუებში, რომ შაბათობით და კვირაობით მაინც ხო შეიძლება შეიკრიბოს მაგიდის გარშემო ქართული ოჯახი და ეს რაღაცა მონატრებული კი ბატონო, მართლაც ესეა, იმიტომ რომ მარტო კაციო ქართულმა რა იცის, ჭამაშიც კი ცოდვააო და თურმე აი, როდესაც ჩვენ გადაცემის დაწყებამდე მეტაბატონგიას გავლუმასპინძლენ აქ პატარა ტკბილეულით, ერთ საიდუმლოს მოგიყვებით ახლა. 5 ცალი შოკოლადი აღმოგვაჩნდა რომ მოგვართვა და რაღაცა გარკვეული პერიოდი მე და ბატონი გია ვიყოფდით ესე 3 მას და 2 მე. მე ბატონმა გიამ გადმომიწყო და მე ვფიქრობ რომ ბატონი გია ეგაა ქართველობა ზუსტად. მოსაკვირველია. რომ ვერ გადავწყვიტეთ ვისი იყო მე-5 შოკოლადი შუაში დავტოვეთ და ახლაც ესეთებს იქ და გველოდება. მაშასე ჩემო მაყურებლებო ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, უღმესი მადლობა ბატონ გია, თქვენთან ჩაწერა ერთი სიამოვნებაა მართლა და მე მგონია რომ თქვენი ნაწილი დღეს იქ მაყურებელთანაც გადავა ესეთი დადებითი ენერგიის და მინდა რომ ძალიან დიდ ხანს ვისურვო რომ ჩვენს გვერდით იყოთ ბატონო გია და გაგვახალისოთ, გაგვაბედნიეროთ და გაგვაჯანსაღოთ კიდე. ვიყავ ხარ ძალიან ბატონ გია, უღმესი მადლობა. კარგად ზარდებოდეთ.